ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ერთდროულად ახორციელებს პრევენციულ დარტყმებს იაპონიასა და გუამზე განლაგებულ აშშ-ს ბაზებზე. იაპონიაში თავდასხმები კონცენტრირებულია ძირითადად საჰაერო ბაზებზე: კადენა, მისავა, ივაკუნი და იაკოტა. მოკლე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, როგორიცაა DF-15 და DF-16, რომელთაგან ბევრი კასეტური ქობინებითაა ეს აღჭურვილი, ასაფრენ ბილიკებს ურტყამენ და ათობით მიწაზე მყოფ ამერიკულ თვითმფრინავს ანადგურებენ. დანაკარგები კატასტროფულია, რაც თვითმფრინავების გამაგრებული თავშესაფრების შეზღუდული რაოდენობის პირდაპირი შედეგია. ეს რეგიონში აშშ-ს საჰაერო ძალებს მასიური სარაკეტო დარტყმების მიმართ მაღალ დაუცველობას ავლენს. პრობლემის მასშტაბები აშკარაა. ბოლო 100 წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ტაივანიდან 1000 საზღვაო მილის რადიუსში მხოლოდ 2 გამაგრებული თავშესაფარი ააშენა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ასევე ურტყამს გუამს, აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარ ცენტრს. ანდერსენის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმისთვის ჩინეთის არმია იყენებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ DF-26 რაკეტებს, რომელსაც ჩინელები გუამის მკვლელს უწოდებენ.